ამისათვის ჩვენთან სტუმრად არის თბილისის გულის ცენტრის გენერალური დირექტორი, მედიცინის დოქტორი ბატონი არჩილ ჯუხრუკიძე. ძალიან დიდი მადლობა მომბრძანებისთვის. კლინიკა არის შედარებით ახალი გახსნილი, ის განთავსებულია ვაჟა-ფშაველას ბოლოში, მის შესახებ თვითონ ჩვენი სტუმარი მოგიყვებათ. მე შეგახსენებთ, რომ ჩამოშავთ პირდაპირ ეთერში, თქვენ შეგიძლიათ დაერეკოთ ტელეფონზე 205-1925 დასვათ შეკითხვები და ჩვენი სტუმარი აუცილებლად გიპასუხებთ. მას შესაძლოა ბატონო არჩილ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მომბრძანებისთვის და ინფორმაცია რომ მივაწოდოთ რა წარმოადგენს თქვენი კლინიკა, რა მომსახურებას თავაზობთ და რა კატეგორიის პაციენტები მოდიან თქვენთან. თქვენი მომსახურების სპექტრის შესახებ თუ შეიძლება რომ მოახსენოთ. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო გადაცემა გაქვთ და ჩემი კომპლიმენტები. ჩვენი კლინიკა სულ ახალი გახსნილი არის, მესამე თვეა რაც ფუნქციონირებს. როგორც თქვენ სწორედ ბრძანეთ, ის გაიხსნა ვაჟა-ფშაველას 83 ნომერში. კლინიკას ქვია თბილისის გულის ცენტრი, რომელიც თავის თავში აერთიანებს ისეთი ნოზოლოგიებისა და ისეთი პათოლოგიების კურნალობას, როგორც არის კარდიოლოგია და ზოგადად თერაპიული პროფილი. ეს არის ენდოკრინოლოგია, პულმონოლოგია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ნევროლოგია და ასე შემდეგ. თბილისის გულის ცენტრის პრიორიტეტი რასაკვირველია გადაუდებელი და ურგენტული მდგომარეობებია და ალბათ დასახელებიდან ჩანს, რომ გული ეს არის ჩვენი მთავარი მისია და მთავარი საზრუნავი. თუმცა გულსიზრახთა დაავადებები და თანხმები, კომორბიდები, რასაც ქვენ თანხმები დაავადებები ერთმანეთისგან განუყოფელი, ამიტომ წარმოუდგენელი არის უმკურნალო გულს და იქ ფილტვების პრობლემებით არ დაინტერესდე, ენდოკრინული პრობლემებით არ დაინტერესდე, სიძარღვანი პრობლემებით არ იყო დაინტერესებული და ეს ერთმანეთთან აბსოლუტურ კავშირში არის. ამიტომ ჩვენ საშუალებას ვაძლევთ ჩვენ პაციენტებს ისარგებლონ აბსოლუტური სრული თერაპიული და კონსერვატიული თერაპიული სერვისით ერთი და მეორე ჩვენ კლინიკას ასევე აქვს შესაძლებლობა და ამბიცია იმისი, რომ ჩვენ ვახორციელებთ გადაუდებელი კარდიოლოგიური პრობლემების დროს ინტერვენციულ ჩარევებს. ეს არის ინტერვენციული პროცედურები კორონარული სტენტირების სახით, ეს არის ინტერვენციული პროცედურების სტიმულატორების იმპლანტაციის სახით და ეს ერთ-ერთი მეორე პრიორიტეტია ჩვენი კლინიკისთვის. აგერ უკვე ორთვიანი მუშაობის პირობებში ჩვენ პრაქტიკულად 250-ზე მეტი პროცედურა გავაკეთეთ, მიუხედავად იმისა, რომ ახალი გახსნილები ვართ და ნელ-ნელა ვიკრებთ ძალებს და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოვეხმსახუროთ ჩვენს მოსახლეობას. ასევე კლინიკაში არის ემერჯენსის განყოფილება, ეგრეთ წოდებული გადაუდებული კარდიოინტენსიური განყოფილება, რომელიც იმდენად ოპტიმალურად არის განლაგებული კლინიკის შენობაში, რომ როგორც გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ბრიგადისთვის, ისე პაციენტისთვის ძალიან სწრაფი მომართვიანობის საშუალებას იძლევა. სტაციონარი გაქვთ აღჭურვილი ინტენსიური თერაპიის პალატით და ბატონო, კარდიოინტენსიური თერაპიის პალატით. ყოველივე ეს ჩემი აზრით საშუალებას იძლევა იმისი, რომ ჩვენ სწრაფად, გადაუდებლად, მოკლე ვადებში ოპტიმალურად მივიღოთ პაციენტები და რაც კარდიოლოგიაში ძალიან მნიშვნელოვანია, ალბათ დამეთანხმებით, რომ ვაკისსა და საბურთალოსა და ვაჟა-ფშაველას რეგიონში კარდიოლოგიური კლინიკების რაოდენობა მცირეა და აღნიშნული პაციენტების გადაადგილება ხდება ქალაქის სხვადასხვა რეგიონებში, ხოლო კარდიოლოგიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს პაციენტი კლინიკაში. როგორც ჩვენი ევროპელი კოლეგები ამბობენ, გული ეს არის დრო. ანუ რაც უფრო მოკლე დროში ხდება ინტერვენციული ჩარევა, რაც უფრო მოკლე დროში ხდება პაციენტის დახმარება და დაწყება, მით უფრო სწრაფად გადავარჩენ პაციენტს ერთი და სწორედ ბრძანეთ, მით უფრო პროგნოზის უფრო ზეწოლას მოახდენ და პროგნოზის გავაუმჯობესებთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოსაზრება რომ ამ რეგიონისთვის ასეთი კლინიკა აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო, ჩემი აზრით გამართლებული არის და აქტუალური არის. და მაყურებელი კითხულობდა ზუსტად რომ თუ აქ პაციენტს არჩევის უფლება კლინიკის სასწრაფო დახმარების ბაქანს რო იძახებენ, ის თვითონ ექიმი წყვეტსად წაიყვანოს თუ შეუძლია პაციენტს უთხოვს რომ მე თქვა მინდა თქვენს კლინიკაში. როგორც შეიძლება უმეტეს შემთხვევაში პაციენტს აქვს შესაძლებლობა მიიღოს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ პაციენტის უფლება არის რომ კლინიკაში წავიდეს, თუმცა მე როგორც კარდიოლოგისთვის იმის ლაპარაკი რომ თქვა პრიორიტეტი რახან არის სწრაფად მოხდრა ვარკეთილელი პაციენტი გულის ცენტრში, თბილისის გულის ცენტრში არ არის ოპტიმალური რომ მოხდეს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ამბობ, რაც უფრო სწრაფად მოხდება, ანუ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. კი ბატონო, შეიძლება პაციენტს ქონდეს არა ურგენტული პათოლოგია და დრო ქონდეს სასწრაფო დახმარების ბრიგადას რომ გადაიყვანოს, მაგრამ გაცილებით უფრო ლოგიკური და სწორია გადაიყვანოს ახლომდებარე კლინიკაში. ეს არის უბრალოდ მიდგომა სწორი მართვის და მენეჯმენტის.
მაგრამ ხდება რასაკვირველია ექიმის არჩევასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და პაციენტს აქვს ამის უფლება და არის ხოლმე ესეთი შემთხვევები თავის. ყოველ შემთხვევაში გადაუდები მდგომარეობა გადაწყდება ტერიტორიული პრინციპი და შემდეგ ქრონიკური პაციენტს შეუძლია თვითონ ესე გადაწყდეს რასაკვირველია. კლინიკა და მიმართოს მას სამკურნალოდ. ჩვენ როგორც ვიცით 29 სექტემბერს სოფლიოში აღინიშნება საერთაშორისო გულის საერთაშორისო დღე. აი თქვენი კლინიკა თუ აპირებს რაიმე აქტივობას ამ დღესთან დაკავშირებით და რა სახით? პირველ რიგში წინასწარ მინდა ყველა კარდიოლოგს და გულზე მომუშავე ადამიანს, კარდიოქირურგს და ასე შემდეგ მიულოცო გულის დღე, რომელიც საერთაშორისო არის და საქართველოში ყოველ წელიწადს აღინიშნება და ჩვენ კარდიოლოგები, მე როგორც კარდიოლოგი აქტიურად ჩართულები ვართ ამ ყველაფერში. წელს ამ ახალ ღირსშესანიშნავ თარიღს ჩემი აზრით ჩვენი კლინიკა ძალიან ისეთი დიდი ენთუზიაზმით ხვდება იმ კუთხით, რომ ჩვენ გვინდა გარკვეული აქცია მოვაწყოთ ჩვენი პაციენტებისთვის. ეს აქცია თავის თავში გულისხმობს ეგრეთ წოდებულ 25%-იან ფასდაკლებას პაციენტის მომსახურებაზე. ჩვენ ვიწვევთ ჩვენ პაციენტებს იმისათვის, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ თბილისის გულის ცენტრისთან ერთად თბილისის გულის დღის აღნიშვნაში. ანუ ეს ამბულატორიული ვიზიტია. ამბულატორიული ვიზიტია პირველ რიგში, იმიტომ რომ ჩვენი სამსახური მაინც გადაუდებელ ურგენტულ მდგომარეობას გულისხმობს და ძირითადი ნაწილი ფინანსდება სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კუთხით. ხოლო ამბულატორიული სამსახური ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ კვალიფიციურად, მაღალ პროფესიონალურად უახლესი აპარატურით მომსახუროთ პაციენტებს ამ ფასდაკლების რეჟიმში და შემდგომში უკვე დაგეგმილი გვაქვს უკვე დღის ბოლოს კონფერენცია, რომელიც სამედიცინო თემებზე იქნება. მე პირადად დღის ბოლოს მივდივარ ქუთაისში თბილისის გულის დღის აღსანიშნავად და იქ სერიოზული ლექცია გვაქვს ერთ-ერთ კლინიკაში და ერთობლივად აღნიშნავთ ამ საკითხს და მთლიანობაში აქტიურად ჩართულია თბილისის გულის ცენტრი ამ დღის ორგანიზებაში და მის წარმართვაში. ანუ 29 სექტემბერს შეუძლიათ პაციენტებს ისარგებლონ ეს ფასდაკლება მარტო ვიზიტია გაკუთვნილი თუ გამოკვლევებსაც ეხება? ეს ფასდაკლება გარკვეულწილად ძირითადად კონსულტაციაზეა, მაგრამ გარკვეულწილად ფასდაკლება ეკავრცელდება ზოგიერთ გამოკვლევებს. ანუ შეუძლიათ აქტიურად ისარგებლონ ამ მომენტით და შეავეთ ფაშის მაღალკვალიფიციური სპეციალისტის კონსულტაცია მიიღონ. თქვენ წაღან გაკურით ახსენეთ აპარატურასთან დაკავშირებით და აი მის შესაძლებლად აი როგორ დონეზე აღჭურვილია თქვენი კლინიკა, გაქვთ თუ არა ყველა საჭირო ინვენტარი, ანუ აპარატურული კვლევა თუ სადმე უწევს პაციენტს ასვლა და ჩვენ თითქმის თუ რამე კარდიოლოგიასა და კონსერვატიულ თერაპიულ მკურნალობაში რაიმე ჩარევები და რაიმე პროცედურები გვჭირდება, პრაქტიკულად ყველაფრის განხორციელება შეგვიძლია, იმიტომ რომ კარდიოლოგიის ყველა ნოზოლოგიაზე და ყველა პრობლემაზე ჩვენ გვაქვს შესაბამისი პროტოკოლები და მიდგომები და ამასთან ერთად გვაქვს შესაბამისი აპარატურა, რომელიც პრაქტიკულად უახლესი არის ეს აპარატურა და თითქმის არც ერთი კარდიოლოგიური პროცედურა არ არის, რომელიც ჩვენთან არ ტარდებოდეს. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენი პაციენტის სრული სერვისი მიიღონ ჩვენ კლინიკაში, მათ არ უწევთ წასვლა სხვა კლინიკაში, არ უწევთ გადაადგილება, სულ რამდენიმე დასახელების ნოზოლოგიები არის, რომელსაც ჩვენ უბრალოდ ვერ წარმართავთ, იმიტომ რომ ძალიან შორს დგას კარდიოლოგიასა და თერაპიასთან და ძალიან სპეციფიური არის, თორე სხვა შემთხვევაში ჩვენი აპარატურული უზრუნველყოფა, რომელიც კიდევ ერთხელ აღნიშნავ, უახლესი არის, საშუალებას გვაძლევს პრაქტიკულად ყველა სერვისი გაუწიოთ პაციენტს. და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც მინდა ხაზი გაუსვა, ჩვენ გარდა იმისა, რომ აპარატურული უზრუნველყოფა და ახალი აპარატი გვაქვს მონიტორინგის უახლესი თანამედროვე სისტემა. ეს ინტენსიური და კარდიოინტენსიური და ემერჯენსი განყოფილებისთვის ჩვეულებრივია ხოლმე, როდესაც ცენტრალური მონიტორინგი ხორციელდება, მაგრამ ჩვენთან ეს მონიტორინგი ხორციელდება პალატის პაციენტებისთვისაც. ანუ ცენტრალურ ქსელში ჩართულია ყველა პაციენტი, რომელიც პალატაში წევს თუ ინტენსიურში და როგორც ექთანი, ასევე ექიმის საშუალებას აქვს მონიტორინგი ახორციელოს როგორც წნევის, ასევე სისხლის ჟანგბადის გაჯერების, ასევე კარდიოგრამის და ასე შემდეგ, ნებისმიერ დროს ონლაინ რეჟიმში და ეს პრაქტიკულად პაციენტების მართვის და მათზე მონიტორინგის ძალიან დიდ შესაძლებლობას გვაძლევს. თქვენ გამოხერხებულია პირდაპირ რეჟიმში ყველა აბსოლუტურად, იმიტომ რომ კარდიოლოგიაში უმეტესი პაციენტი მძიმე პაციენტები არიან, უმეტად პაციენტებს ყოველთვის სჭირდება რითმის კონტროლი, არითმიაზე მეთვალყურეობა და ექთანსაც და ექიმსაც ნებისმიერ წამს შეუძლია უცებ შევიდეს ნახოს მონიტორინგზე უყუროს, როგორ მონიტორზე უყუროს, როგორ საჭირო შემთხვევაში გაასწოროს შესაბამისი ღონისძიება. თავისთავად. ეხლა ისე მაყურებელი რეკავდა რეგიონიდან თუ
არის თუ რატოღაც ალბათ ჩათვალა რომ საბურთალო რა ხანახზე მე აქცენტი იმიტომ გავაკეთე საბურთალოზე უბრალოდ ჩვენი ტერიტორიული მდებარეობისთვის რომ ხაზი გამოვისვა თორე და ისიც გადაუდებელ შემთხვევაში ჩვეულებრივი ქრონიკული პაციენტი ჩვენ ვემსახურებით პრაქტიკულად ყველა პაციენტს საქართველოს მასშტაბით მეც გეტყვით ბევრი ყავს პაციენტები უკვე სასომხეთიდან აზერბაიჯანიდან რომლებიც ჩამოდიან და უკვე ჩვენი კლინიკის და ჩვენი პერსონალის იმიჯიდან გამომდინარე და ეგრეთ წოდებული ბექგრაუნდიდან გამომდინარე საშუალება აქვთ ჩვენი ნდობა და მოდიან ჩვენთან გასაკეთებლად სხვადასხვა პროცედურების და ეს ძალიან გასახარებელია რასაკვირველია საქართველოს მოსახლეობის ნებისმიერი კუთხიდან სიამოვნებით მივიღებთ ჩვენ კლინიკაში ანუ არანაირი შეზღუდვა არ არის აბსოლუტურად არანაირი შეზღუდვა ეს არის ვაჟა-ფშაველას 83 ნომერი თბილისის გულის ცენტრი ძალიან ადვილი მოსაგნებია იმიტომ რომ ვაჟა-ფშაველას გამზირზეა პირდაპირ ნამდვილად სირთულეს არ წარმოადგენს. მაყურებელი კიდევ აქტიურობს ორი შეკითხვა, ერთი რომ კარდიოსტიმულატორების ჩაყენება თუ ხდება თქვენს კლინიკაში. ჩვენ მაგ თემაზე აქტიურად მუშაობთ. ჩვენ ყავს არაჩვეულებრივი კონსულტანტები და არაჩვეულებრივი სპეციალისტები, რომლებიც ამ დარგში აქტიურად მუშაობენ და გასაკვირველია, ჩვენ სტიმულატორს ვაყენებთ როგორც ურგენტულ რეჟიმში, როცა გადაუდებლად ჭირდება პაციენტს, ისევე გეგმიურ რეჟიმში, რა. ანუ არანაირი პრობლემა არ არის და მეორე შეკითხვა იყო რომ დატვირთვის ტესტის ჩატარებისას რაც პრობლემა მაქვს და რამდენად აუცილებელი არსებობს რამე სხვა ალტერნატივაო? რასაკვირველია არსებობს თუ პაციენტი არის ბევრი მიზეზი, თქვათ ფიზიკური აქტივობა, დაბალი აქტივობა ან სიძარღვანი პრობლემები, ქვემოკიდროების ან ორთოპედიული პრობლემები, მაშინ ამის საპირისპირო არის ეგრეთ წოდებული ეხოსკოპია დობუტამინით, ანუ დობუტამინის სტრეს ტესტი, რომელიც ალტერნატივად შეიძლება განვიხილოთ დატვირთვის ელექტროკარდიოგრაფიული ტესტის. არანაირი პრობლემა არ არის, მაგის გაკეთება და ანუ ალტერნატივა არის და თუ მენდა საშინებს დატვირთვის ტესტი, ეს არ არის პრობლემა შეგიძლიათ მიბრძანდეთ კლინიკაში და ჩვენ ჩაგიტარდებათ გამოკრევა. ეხლა ჩვენ ეთერში მცირე სარეკლამო ჭრის დრო არის და დაბრუნდებით სულ მალე. არ გადაართოთ რეკლამა, მალე გაივლის. ფული გჭირდება? სისილონჯი სესხი ონლაინ. ისრაელ-საქართველოს კლინიკა ჰელსიკორი, უნიკალური ოპერაციები გულზე, დახურული ოპერაციები სისხლძარღვებზე, იშემიური ინსულტის პრევენცია, მაღალკვალიფიციური ექიმთა გუნდი, ისრაელის კლინიკის მაღალი სტანდარტი თბილისში მოქმედებს საყოველთაო დაზღვევა. ჰელსიკორი, ინოვაციებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით გამორჩეული კლინიკა. მაგთის ბალის და ბანის აბონენტებმა შეიძინეთ მეტი ინტერნეტი ნაკლებ ფასად და იყავით მთელი თვე ონლაინ. ინტერნეტ პაკეტის დაუხარჯავი მეგაბაიტები გენახებათ და ახალ პაკეტს ემატება. სასურველი ინტერნეტ პაკეტის შესაძენად აკრიფეთ ფიფკი 100 დიეზი OK ან ისარგებლეთ პორტალით MyMagthi. განახლებულ საბაში თავისუფალი მაღაზიები და ღია ფართები ყველანაირი საქმიანობისთვის კვადრატული მეტრი $3.5-დან. ავეჯის ყველაზე დიდი არჩევანი ერთ სივრცეში. საბა ხელმისაწვდომი ფასები და კომფორტული გარემო. ყოველ სამშაბათს თქვენი დრო, თქვენი ჯანმრთელობისთვის. მიიღეთ ექიმის რჩევები, გაეცანით სამედიცინო სიახლეებს, დასვით კითხვები და მოისმინეთ პასუხები. მიზუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ყოველ სამშაბათს კლინიკა გადაცემაში თქვენი დრო. ტელეკლინიკას წარმოგიდგენთ კარდიოლოგიური და ანგიოლოგიური კლინიკა ჰელსიკორი 4000 გადარჩენილი სიცოცხლე 18 თვეში. ჩვენ დაბრუნდით პირდაპირ ეთერში საუბრობთ კარდიოლოგიის პრობლემების შესახებ. ჩვენი სტუმარია თბილისის გულის ცენტრის გენერალური დირექტორი, მედიცინის დოქტორი ბატონი არჩილ ჩუხრუკიძე და რეკლამაზე გასვლამდე ჩვენ მიმოვიხილეთ ზოგადად თვითონ ამ კლინიკის მდებარეობა, მისი სტრატეგია
როგორ მუშაობს, როგორ ართმევს თავს მის წინაშე დაყენებულ პრობლემებს და ეხლა ზოგადად მაინტერესებს სტატისტიკა როგორია აი იმატა იკლო გულის პრობლემის აი რა გამოდის წინა პლანზე უფრო რა ჩივილებით მოდიან თქვენთან პაციენტები აი დიაგნოზების მიხედვით რა არის გულსირზახთა პათოლოგიები ზოგადად მსოფლიოში ითვლება ავადობისა და სიკვდილების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი. ტექნოლოგიების განვითარებამ და ჩვენმა წინსვლამ და ახალი აპარატურის დანერგვამ საშუალება მოგცა რომ უფრო ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ გულსიზრახთა დაავადებები და შესაბამისად უფრო ადრეულ ეტაპზე უმკურნალოთ გულსიზრახთა დაავადებებს. რასაკვირველია წარმატებები არსებობს მთელ მსოფლიოში, იმიტომ რომ ეს ის დარგია, სადაც ახალმა ტექნოლოგიებმა ბევრ შემთხვევაში ლეტალობის საკითხი რადიკალურად შეცვალა და შეიძლება თამამად ითქვას, რომ ინტერვენციული კარდიოქირურგისა და კარდიოლოგისა და კარდიოქირურგიის განვითარებამ რაღაც წილად შეაფერხა სიკვდილიანობის ეს მასშტაბი, რომელიც გულსიზრახთა დაავადების მხრივ იყო. ჩვენთან პირველ რიგში და საერთოდ ზოგადად კარდიოლოგიური პრობლემების რაოდენობა თანდათანობით მატულობს. იმისათვის რომ მარტივად ვთქვათ, მაგალითად იგივე ჰიპერტონიზით დაავადებული პაციენტების რაოდენობა წლითი წლობით იზრდება და იზრდება. ის პრაქტიკულად არ ჩამოწება დიაბეტით დაავადებული პაციენტების რაოდენობის მატებასთან. და შესაბამისად ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს იმისა ვისაუბროთ, რომ პაციენტებს რომ აქტიურად ურჩიოთ პრევენციული ღონისძიებების გატარება, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა კარდიოლოგიური კლინიკის და ნებისმიერი კარდიოლოგის. დიახ, მატულობს, მაგრამ მიზეზები თუ არის რაიმე გამოკვეთილი თუ საქმე რაშია საყოველთაოდ ცნობილი რისკ ფაქტორებია ეს ყველაფერი. ჩამოთვალოთ, მაინც საინტერესო იქნება ალბათ მაგალითად. თავისთავად ყველაფერი იწყება გენეტიკურად განწყობილი რისკ ფაქტორებით. მაგალითად, მამაკაცის სქესი უკვე რისკ ფაქტორია გულსიზრახთა დაავადებების მიდრეკილებისკენ. შაქრიანი დიაბეტი, რომელიც წინასწარ განსაზღვრული პათოლოგია და აქტიურად უმეტეს შემთხვევაში ხელს უწყობს გულსიზრახთა დაავადებების გამოვლინებას. ისეთი ფაქტორები, როგორც არის ცხოვრების არაჯანსაღი წესი, მაგალითად ჰიპოდინამია, ალკოჰოლის ჭარბი მიღება, საკვების ჭარბი მიღება, ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს. სტრესული ცხოვრება, ასაკის მატებასთან და გულსიზრახთა დაავადების რიცხვი და რაოდენობა თანდათან მატულობს. თამბაქოს მოხმარება ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორი არის. და თავისთავად ეს ყველაფერი ერთმანეთში როდესაც მთლიანდება და პაციენტი ხვდება ჩვენ ამდენი თანდართული რისკ ფაქტორებით, მას კარდიოვასკულარული გართულებების განვითარების ძალიან მაღალი რისკი აქვს რასაკვირველია. ეს არის ერთ-ერთი წამყვანი და ჩვენი საზრუნავი, რომ ექიმმა პაციენტს აუხსნას, რომ მან თამბაქოს უნდა დაანებოს თავი, ცოტა მეტად იაქტიუროს, საკვების რეჟიმი დაიცვას. თქვენაც ჩამოწერეთ მეგონი თითქმის ყველას გვეხება მეტნაკლებად ეს პრობლემები და დამიჯერეთ ეს ყველაფერი არც თუ ისე რთულად განსახორციელებელია, თუ ჩვენ გადავართ იმ რეჟიმში, რომ ყველაფერი ზომიერად ვაკეთოთ. იმისათვის რომ ჩვენი ჯანმრთელობისთვის უკეთესი იყოს. იმიტომ რომ ასაკთან ერთად კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს პრობლემები თანდათანობით უფრო მატულობს. ხშირად პაციენტები არათვითცოდნობიერებენ თავიანთ პრობლემებს და ძალიან ბევრია პაციენტი, რომელიც ინფარქტის მერე აგრძელებს თამბაქოს მოხმარებას. მას უკვე აქვს ეს ათეროსკლეროზის პრობლემა და ეს კიდევ უმატებს ამ პრობლემას და წარმოდგენაა, რომ რა მოხდა, რა პრობლემა გამოიწვია, რაში მაწუხებს და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ეს ძალიან გულუბრყვილო დამოკიდებულება არის. მაგალითად, ხშირად არის ხოლმე, რომ პაციენტები გაიგეთებენ სტენტირებას, გაიგეთებენ შუნტირებას, თქვათ 60 წლის ასაკის პაციენტი არის და ის თვლის, რომ ახლა შუნტირება გაიგეთა, შემდგომი 60 წელი ყველაფერი კარგად იქნება. ამწუხაროდ ეს მარტივად არ არის ყველაფერი და ათეროსკლეროზის პროცესი ასაკთან ერთად უფრო აქტიურდება და უფრო სერიოზულად და პრობლემებს იჩენს თითოეულ პაციენტში. იგივე არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა, ყველას უნდა ერთი ტაბლეტი დალიოს და всё მორჩა, დამთავრდეს და მეტი არაფერი აღარ მიიღოს. ამწუხაროდ ეს ქრონიკული პროცესია, რომელსაც მუდმივად და სისტემატურად თუ არ უმკურნალეთ, ეს ხდება ინსულტის, ინფარქტის მიზეზი და უკვე როდესაც ესეთი ექსცესი მოხდება, იქ უკვე ინვალიდიზაციის ძალიან დიდი ალბათობა არის და პაციენტები და მისი ოჯახის წევრები ძალიან წვალობენ ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ამიტომ ჩვენი, ასე ვთქვათ, მესიჯი, ასე ვთქვათ, და ჩვენი კლინიკის და ყველა კარდიოლოგის პირველი ეს არის, რომ აუცილებელია პრევენცია. პრევენცია, როგორც პირველადი, ასე მეორადი იმ რისკ ფაქტორების, რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ. და ამის გაკეთება რეალურად არ არის რთული და ყველა ადამიანს თავისუფლად შეუძლია. ანუ ცხოვრების ჯანსაღი წესი გადამწყვეტია გარდა გენეტიკური განწყობისა, რომელსაც ვერ შევცვლით, დანარჩენი უკვე ჩვენს ხელშია. თუ არც ვიტყვით მავნე ჩვევებზე, ზედმეტსონაზე, სპორტულ აქტივობაზე, დიდად შეუწყობს
თავისთავად ჯანმრთელობას მათ შორის კარდიოლოგიური. ჩვენ ვცდილობთ ჩვენ პაციენტებს დეტალურად ავხსნათ ეს ყველაფერი და ამისთვის დრო არ გვენანება არც ერთი წუთი, ეს რომ დაგჭირდეს 20 წუთი, 30 წუთი, 40 წუთი. ვცდილობთ რომ ეს განუმარტოთ პაციენტს. რამდენი ჭიქაღვინის დალევა შეიძლება, რომელიც ჩვენს მამაკაცებს ძალიან აინტერესებს. მცირე რაოდენობა რას ნიშნავს? მცირე რაოდენობა რას ნიშნავს? საკვების რაოდენობა როგორ მიიღონ და ასე შემდეგ. და ამას ემატება ის, რომ რატომ უნდა მიიღონ მედიკამენტის სისტემატურად. ყველაფერი ეს ძალიან სერიოზული სასაუბრის თემაა და საჭიროს ექიმის და პაციენტის ძალიან სერიოზულ ურთიერთგაგებას და კონტაქტს. კი ბატონო, და რამდენად თქვენ თვითონ მზად ხართ მე იმ მხრივ მინდა გითხოთ, რომ რამდენი ექიმი გყავთ, არის თუ არა საკმარისი ეს, რომ ესე დეტალურად განუმარტოს და ვიზიტზე მოსულ პაციენტს ყველას ყოველ შემთხვევაში ჩვენ მიდგომა გვაქვს, რომ ჩვენ პაციენტზე დრო არ დავნანოთ. როგორც კი შეგვექმნება ისეთი სიტუაცია, რომ ან ექიმი არ ყოფნის, ან ექთანი არ ყოფნის ამ საქმეს, ამ მიზნის განხორციელებას, ან ამ მისიის განხორციელებას, რომ ჩვენ პაციენტს მოვახმაროთ ჩვენი საქმიანობის უმეტესი დრო, მაშინვე ჩვენ დავაყენებთ საქმის ან შტატების გაზრდის შესახებ, ან ექიმების დამატების და ასე შემდეგ, იმიტომ რომ არ შეიძლება პაციენტთან ურთიერთობა და ეს 5 წუთიანი იყოს და ამით დასრულდეს ეს ურთიერთობა. ჩვენთან აწყობილია მოკითხვის სისტემა ძალიან აქტიურად, ანუ ყველა ჩვენთან მოსული პაციენტი და ჩვენთან ნამკურნალებ პაციენტს ჩვენ ურეკავთ, ვეხმიანებით, ვამოწვევთ მათ მდგომარეობას. ეს საკმაოდ კარგი მეთოდია. ხო, ეს გვაინტერესებს ჩვენი თავის გადასამოწმებლად, რამდენად სწორად ჩავატარეთ მკურნალობა და რამდენად გამოჯამთელებული არის ეს პაციენტი და ეს შევახსენოთ კიდევ დამატებით, რომ მას კიდევ ჭირდება რაღაცეების ჩარევები, გამოკვლევები, რომ არ ასე ვთქვათ, მიაგდოს ეს ყველაფერი შუაგზაზე, იმიტომ რომ არის რაღაცა პრეპარატები, რაღაც გამოკვლევები, რომელიც აუცილებლად განსახორციელებელია და რაღაც გამოკვლევები თუ არ გაიკეთა პაციენტმა, იმ პრეპარატის მიღება სახიფათო არის. ეს უნდა განიმარტოს პაციენტს დეტალურად. თანაც ძირითადად ეს ყველა პრობლემა არის ქრონიკულად მიმდინარე, რომელიც ასე კი ბატონო, ყველა ეს პრობლემა რასაკურველია უნდა კონტროლი და კარდიოლოგიაში უმეტესი პრობლემები, აი ესე ერთი ხელაღებით მორჩენადი არ არის და უმეტესი პრობლემები ქრონიკულად მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვისწავლეთ კარგად მკურნალობა ბევრი გადაუდებელი მდგომარეობის და ასევე ვისწავლეთ კარგად პროფილაქტიკა ბევრი მდგომარეობის, მაგრამ თუ ეს ექიმი და პაციენტი ერთმანეთს არ აყვა ამ მიზნის მიღწევაში, მარტო ექიმის დანიშნულებით და მარტო ექიმის რაღაცა რეაქციით ეს არ შეიძლება მოგვარდეს. ანუ ეს ურთიერთშეთანხმების და ურთიერთგაგების დიდი საფუძველი არის. პაციენტის მონდომებას, რა თქმა უნდა, წამყვანი როლი ეკისრება. თვითონ პაციენტს თუ არ უნდა რომ იყოს ჯანმრთელი, ვერ იქნება ჯანმრთელი, რა თქმა უნდა, ეს ესეა. კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პაციენტმა დროულად მომართვა ისწავლონ პრობლემის დაწყების. აი სერიოზული თემა არის, იმიტომ რომ როგორც წესი მოდიან მაშინ, როდესაც უკვე მოხდება რაღაც კატასტროფა, რაღაცა კატასტროფული ექსცესი. ის რომ ჩვენ პაციენტს ინფარქტის დროს ვეკითხებით, რომ ხო არ ქონდათ ტკივილები, ის რომ გეუბნებათ უკვე 2 თვეა, 1 თვეა ტკივილები მაწუხებს დატვირთვაზე, ეს პაციენტი რომ მოსულიყო დროზე, მას არც ინფარქტი დაემართებოდა და ინფარქტი კიდე გულის კუნთის მკვდომაა მისი ნაწილის და ამ საშინელ პრობლემას გადარჩევოდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხშირად უნდა ვისაუბროთ თქვენნაირ გადაცემებში აი ამ მომართვიანობის აუცილებლობაზე. ოჯახის ექიმთან იქნება, პოლიკლინიკაში იქნება, ჩვენნაირ სპეციალიზირებულ კლინიკებში იქნება. არ უნდა მოერიდოთ პაციენტებს, იმიტომ რომ დღევანდელი როგორც ჯანდაცვის სისტემა, ასევე კლინიკების სიუხვე საშუალებას იძლევა პაციენტს, რომ მინიმალური დანახარჯებით მიიღოს სწორი, ადეკვატური დიაგნოზი და თავი აარიდოს ისეთ კატასტროფებს, როგორც არის იგივე ინფარქტი და ინსულტი. თუმცა ბარემ აქვე ჩამოთვალოთ, აი ეს სიმპტომები, რის იგნორირებაც არ შეიძლება. აი მაგათ ეს იქნება გულის არეში ტკივილი თუ ფოშინი თუ აი ზოგადად მაინც ჩამოთვალოთ, რომ რის დროსაც აუცილებელი ექიმთან ვიზიტი. აუცილებლად ყურადღებით უნდა იყოს პირველ რიგში გულმკერდის არეში ტკივილთან დაკავშირებით. გულმკერდის არეში ტკივილი ბევრი ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული, მაგრამ სტენოკარდია ყოველთვის საფრთხილო არის და ძალიან ხშირად ხდება, რომ ადამიანებს სტენოკარდია გონიათ ან ოსტეოხონდროზი, გონიათ ან რაღაცა გაციების პრობლემა, ან კუნთების ანთებითი პროცესი, ან რაღაცა მსგავსი მოვლენები. ყველაზე არასწორია ხოლმე, რომ კუჭნაწლავის მიდამოში რო ლოკალიზდება მიდიან კუჭის ამორცხვა მიდის, რაღაცა სინამდვილეში გულის პრობლემები პრევალირებს. ანუ, როდესაც ადამიანს გულის არეში ტკივილი აქვს, სასურველია თუ ეს ტკივილი
პერმანენტულად იწყება და იხსნება, ტკივილს აქვს მოჭერის ხასიათი, ტკივილს აქვს წვის ხასიათი, მაშინვე ამ ადამიანმა მიაკითხოს კარდიოლოგს ან ოჯახის ექიმს. ანუ ტკივილის იგნორირება არ შეიძლება, რასაკვირველია. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთი აუცილებელი ასეთი მიდგომა არის, რომ როდესაც თქვენ გაქვთ ტკივილი სიარულის დროს, ეს ძალიან დამახასიათებელია სტენოკარდიისთვის და ფიზიკური აქტივობასთან დაკავშირებული ტკივილი. აქედან გამომდინარე, ამ საკითხს ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქცეს. და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავშვა არტერიული წნევის ფაქტორს, რომ ესა პანდემიასავით არის არტერიული ჰიპერტენზია და პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი მოსახლეობის ერთი 70% იგნორირებას აკეთებს ამისი. როგორც კი იწყება წნევის მომატება და ეს ასაკთან ერთად ხდება ქალებში მენოპაუზის მერე ხდება, მამაკაცებში ადრეული ასაკიდან იწყება, აუცილებლად უნდა მიხვიდოთ კარდიოლოგთან, რომ დაინიშნოს ოპტიმალური მკურნალობა, რომ თავი აარიდოთ რაღაც მსგავს პრობლემას. აი ციფრები ხარ შეგვიძლია უთხრათ, აი დაახლოებით რა ციფრებზეა საუბარი, რა ითქვა? არტერიული წნევის. არტერიული წნევის ციფრები. დღევანდელი რეკომენდაციებით ზედა ანუ სისტოლური არტერიული წნევა უნდა იყოს 140-ზე ნაკლები და ქვედა დიასტოლური წნევა უნდა იყოს 90-ზე ნაკლები. ეს არის ჩვენი მიზანი, როდესაც ამ კარდიოვასკულარული, ანუ გულსიზრახ და გართულებების რისკები ყველაზე ნაკლები არის. როგორც კი წნევა სისტემატურ ხასიათს ატარებს, რომ არის 145, 151, 152, 150, უკვე ეს არის სიმპტომი იმისი, რომ პაციენტი უკვე ყურადღებით იყოს და უკვე ჩაიტაროს რაღაც პროფილაქტიკური გამოკვლევები. იგივე ეხება ქვედაწნევას. ჩვენ ასაკიან ბებიებს და ბაბუებს ალბათ გახსოვთ გულის წნევა მიაჩნდათ ყოველთვის წამყვანად. არანაკლებ მნიშვნელოვანია გულის ქვედაწნევის ფაქტორის, რომელიც თუ მატულობს, აქაც აუცილებელია არტერიული ჰიპერტენზიის სწორი მართვა. ეს ძალიან ანუ ტკივილის იგნორირება არ შეიძლება და საჭიროა კონტროლი, რომ არ გამოგჩეს ჰიპერტენზია და არ გამოგვა, რომელიც შეიძლება გახდეს შემდეგ ინსულტისა და რაიმე სხვა კი ბატონო. გართულების მიზეზი. და ეხლა მაყურებელი კითხულობ და ხოლესტერინის რაოდენობა რამდენად აქტუალურია და თქვენთან თუ კეთდება ეს? ყველაფერი კეთდება, ხოლესტერინი და კარდიოლოგია ერთმანეთთან განუყოფელია. მე ალბათ დავაკვირდით რამდენჯერმე თქვი სიტყვა ათეროსკლეროზი. ათეროსკლეროზი არის გულის იშემიური დაავადების და სიძარღვოვანი პრობლემების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი და რასაკვირველია ხოლესტერინს წამყვანი როლი უკავია ამ პათოგენეში. აქედან გამომდინარე ადამიანებს, რომელსაც რისკ ფაქტორები აქვთ, წნევა, არტერიული წნევა აქვთ, მაღალი შაქრიანი დიაბეტი აქვთ, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები აქვთ და პარალელურად ჰიპერხოლესტერინი, ანუ ათეროსკლეროზის მაღალი გამონე ხოლესტერინის სახით აღენიშნებათ, ეს ადამიანები აუცილებლად უნდა იტარებდნენ სპეციფიურ მკურნალობას, დიეტიდან დაწყებული, დამთავრებული მედიკამენტებით. ანუ სიზარხთა ჯანმრთელობა ფაქტობრივად დიდად არის დამოკიდებული ხოლესტერინის შემცველობა და რამდენად ესე პირდაპირ კავშირია საკვებსა და ხოლესტერინის შორის თუ? ძალიან მნიშვნელოვანია საკვების რაციონის შეცვლა. პირველი ნაბიჯი ეს არის. ნაკლებად უნდა მივირთვათ ცხიმიანი საკვები, ისეთი საკვები როგორც არის ღორის ხორცი, ცხვრის ხორცი, მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ რძის ნაწას, რომელიც ცხიმოვნებით გამოირჩევა, ადვილად შესაძლებელია ნახშირწყლები, დამცხრები, ფუნთუშეული და მეტი ადგილი უნდა დაუთმოთ ჩვენს რაციონში თევზს, ქათამს, ხილს, ბოსტნეულს. ქათამზე ვაღურებელი კითხვა და ქათმის კანი რამდენად მამნე არის? ქათმის კანი ნამდვილად მამნე არის და კან გამოცლილი ქათამზე აქვს საუბარი პირველ რიგში. თევზი ანუ კანიჯობია მოვაშოროთ. რასაკვირველი. კი ბატონო. უფრო დიეტური, უფრო სუბგიროსანელებელია და თავისთავად ეს გაზიანი სასმელები, როგორც არის კოკა-კოლა, პეპსი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეს ვნებს ჩვენ ჯანმრთელობას და მით უმეტეს ადვილად ხელს უწყობს ამ ნახშირწყლების შეთვისებას, რომელიც ათეროსკლეროზის პათოგენეში მონა. ანუ ჯანმრთელი კვება, ცხოვრების ჯანსაღი წესი, სპორტული აქტივობა, ეს არის ჯანმრთელობის საწინდარი და სიმპტომები ჩვენ უკვე ჩამოვთვალეთ, როგორც არის თქვა, გულის არეში ტკივილი, წნევის ციფრები, მაღალი წნევის ციფრები, არ შეიძლება მათ იგნორირება და აუცილებელია მიმართოთ ექიმს, რომ დაისვას სწორი დიაგნოზი, ან გამოირიცხოს რაიმე პრობლემა, რომელიც შეიძლება შემდეგ უკვე გვიან იყოს და სამკურნალოდ გაცილებით რთულია და ყოველთვის ადვილია ნაადრევ სტადიაზე დაავადების თან ბრძოლა, ვიდრე უკვე გართულებულ ფორმაში. ჩვენ საეთერო სამწუხაროდ ამოიწურა, ჩვენ მაყურებელს შევახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო თბილისის გულის ცენტრის გენერალური დირექტორი, მედიცინის დოქტორი ბატონი არჩილ ჩუხურკიძე, რომელიც ეს ცენტრი მდებარეობს ვაჟა-ფშაველაზე, ადვილი მისაგნებია, ძეგლთან მიმდებარე ტერიტორია არის, ასე რომ
ყველას გისურვებ ჯანმრთელობას, მაგრამ თუ რაიმე პრობლემა შეგექნებათ, იცოდეთ სად შეიძლება მიმართოთ ეკით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მე კი გემშვიდობები შემდეგ სამშაბათს კვლავ შევხვდებით ერთმანეთს, ხვალკი თქვენი დრო ჩვეულად 4 საათზე გელოდებათ ჩემ კოლეგებთან ერთად. კარგად ბრძანდებოდეთ.